დავიწყოთ. მოგესალმებით, ეს არის MMA ირინა ტორონჯაძესთან ერთად და გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი ირინა ტორონჯაძე. რა თქმა უნდა, დავიწყებ ბრწყინვალე გამარჯვებით ალექსანდრე ვოლკანოვსკის, რომელმაც დაამარცხა უკვე მეორე დიეგო ლოპესი და შეინარჩუნა featherweight კამარი, ისევ ჩემპიონი დარჩა. ძალიან სხვა შორის ემოციური ბრძოლა იყო და ესეთი დინამიური. საინტერესო არის, რომ ალექსანდრე ვოლკანოვსკი არის 37 წლის და მიუხედავად ამისა არის ძალიან კარგ ფორმაში. მიუხედავად ამისა, იმიტომ რომ ამ სპორტისთვის, MMA-ისთვის ყოველი წელი ასაკს გულისხმობ არის მნიშვნელოვანი და ბოლოდინი არის ხოლმე, რომ აი ხო არ დაკარგავს ფორმას მებრძოლი, თუმცა ალექსანდრე ვოლკანოვსკის შემთხვევაში ეს აშკარად საპირისპიროდ ხდება, ძალიან კარგ ფორმაშია და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გადაწყვეტილებით 5 რაუნდი შედგა ეს ბრძოლა და ძალიან საინტერესო მომენტები იყო, ნამდვილად ულოცავთ ამ გამარჯვებას. პიოტრ იანმა გაიკეთა წელის ოპერაცია, შესაბამისად ჯერ გააჩნდა შიში, რომ ეს ხომ არ არის მცდელობა, რომ ძალიან გადაუადოს, ასე ვთქვათ, რევანშის ბრძოლა მერაბ თვალიშვილს და ეს ტრილოგია ხო ნამდვილად შედგება, თუმცა მერე უკვე დაანონსდა, რომ ივლისში შეუძლია დაბრუნდეს ოქტაგონზე პიოტრ იანს და ეს იმას ნიშნავს, რომ ტრილოგია შედგება და მერაბი შეძლებს, რომ დაიბრუნოს თავის კუთვნილი კამარი, ასე ვთქვათ, ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, თავად მერაბისთვის, რომ დაკარგა კამარი პიოტრ იანთან მეორეჯერ მასთან შეხვედრისას, თუმცა სანამ ამაზე უფრო ცლად ვისაუბრებდეთ, მინდა რომ გადავალოთ თქვენთან ერთად თვალი მერაბის ბრძოლებს UFC-ში, აქვს 17 ბრძოლა ჩატარებული, აქედან 2 აქვს, უბრალოდ 3 წაგება პიოტრ იანსაც თუ ჩავთვლით და დანარჩენი სულ მოგებები. მოდი დავიწყოთ თავიდან. დებიუტი, ასე ვთქვათ, მერაბის წაგებით დაიწყო, მეორე შეხვედრაც, ასე ვთქვათ, პირველ შეხვედრას გადაწყვეტილებით დამარცხდა, მეორე შეხვედრაზეც დამარცხდა, თუმცა მეორე შეხვედრა ეს იყო რიკი სიმონთან, რომელიც არ ვიცი, ეს კადრები ალბათ არის ფილმია გადასაღები. რაღაცნაირად უცნაური საბმიშენი იყო, იმიტომ რომ მერაბს არ გაუკეთებია, ესე ვთქვათ, არ უნიშნებია, რომ გაჩერდეს ბრძოლა, პირიქით ფეხებს ამოძრავებდა მაქსიმალურად, აი ამ მოგუდვისას, ასე ვთქვათ, და ცდილობდა, რომ გონება არ დაეკარგა და იმდენად თავგანწირულად იბრძოლა და იმდენად ბოლომდე არ დანებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯემა გადაწყვიტეს, რომ ეს იყო საბმიშენი, რაღაცნაირად შინაგანად ეს მებრძოლის სული აჩვენა მერაბმა და იქვე უნდა მიუხვდარიყავით, ვინც მაშინ ლაივში ნახა ეს ბრძოლა, რომ მერაბ თვალიშვილი აუცილებლად ჩემპიონი გახდებოდა, იმდენად დიდი მოტივაციით და სულისკვეთებით იყო წარმოდგენილი. მივყვეთ მოდი შემდეგ ბრძოლებს, ტერიონ ვეარის შეხვდა, ძალიან აქტიურად ტეიქდაუნები უკვე კონტროლი პარტერში, აი მერაბმა უკვე აქ გამოკვეთა თავის სტილი და ეს გრეპლინგში ძალიან ძლიერია. მერაბის მთავარი ხაზი, რა თქმა უნდა, იცით, რომ არის ეს სასწაული პეისი და ტემპი და ეს ასე ვთქვათ, პრესინგი, რომელსაც ახორციელებს და იმდენად დიდხანს, აი 5 რაუნდი შეუძლია ერთ ტემპში იბრძოლოს, რომ ამით ეს გახდა მისი, ასე ვთქვათ, მთავარი იარაღი მოწინააღმდეგეებთან და აი უკვე აქაც გამოაჩინა ეს ტეიქდაუნები, პრესინგი და მოიპოვა გადაწყვეტილებით წარმატება. შემდეგ უკვე 5 ბრძოლა ზედიზედ გადაწყვეტილებით მოიგო მერაბმა, ეს არის ბრედ კატონა, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი, ჯონ დოდსონი, კოდი სტამანი და უკვე ესე ვთქვათ დგება იმ ტალღის ქიმზე, რისთვისაც იბრძოდა მერაბი და უახლოვდება უკვე ბანტამვეითის სუპერმსუბუქი წონის, აი სერიოზულ მეტოქეებს და აქ უნდა, ასე ვთქვათ, გავიხსენოთ მარლონ მორაესთან ბრძოლა, რომელიც არის დაუვიწყარი. პირველად რომ ნახე ეს ბრძოლა და იმდენად ძლიერად მოარტყა მარლონ მორაესმა და ფაქტობრივად ეგონა რომ დაანოკაუტებდა მერაბს, თუმცა მერაბმა აიტანა ეს დარტყმა და შემდეგ ვიხილეთ აი საოცარი კამბექი მერაბის, ძალიან დომინანტური ბრძოლა. ფაქტობრივად პარტერში კონტროლი მოიპოვა და ძალიან დიდხანს და ძალიან მწვავედ თავისი დაყვებით და ძალიან დიდი ხანი ძალიან დამაჯერებლად გააკონტროლა და ფაქტობრივად შანსი არ დაუტოვა მარლონ მორაეს და სადღაც აი ისეთი
ეს ისეთი ბრძოლა იყო, რომ თითქოს აი დასაჯა მარლონ მორაესი იმისთვის, რომ მან თავიდან, ასე ვთქვათ, ეცადა მერაბის დამარცხება და ფაქტობრივად ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა წარმატება მერაბ დვალიშვილმა. შემდეგ უკვე ხვდება ჟოზე ალდოს, რომელიც, ვარსკვლავია UFC-ს და bantamweights და ძალიან ასე ვთქვათ ძლიერი მოწინააღმდეგე და სხვა შორის ძალიან ესეთი კონკურენტული ბრძოლა იყო. რაღაც მომენტი იყო ჟოზე ალდოსთან, როდესაც ესე იგი მერაბი ცდილობს რომ გადაიყვანოს, ტეიქდაუნი ასე ვთქვათ რეალიზება მოახდინოს, თუმცა ვერ ახერხებს, კლინჩში არიან და აი ბადესთან და რაღაც მომენტი ეს უკვე რაღაც ეპატაჟი იყო ჟოზე ალდოს მხრიდან. ჟოზე ალდო ამთქნარებს, თითქოს აი ვერ გადაუყავარო და თითქოს ერთობა ამბრძოლი, თუმცა ეს ნამდვილად თამაში იყო, ესე არ იყო. არ ქონდა ასე ვთქვათ პუბლიკაზე თამაშის განწყობა სინამდვილეში ჟოზე ალდოს, იმიტომ რომ ეს ბრძოლა წააგო. პირველი შეხვედრა პიოტრ იანთან, რომელიც იყო ყველაზე საპასუხისმგებლო თვითონ მერაბის სიტყვებიდან, იმიტომ რომ არის რუსი მებრძოლი, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა მერაბს, რომ ის დაემარცხებინა და პიოტრ იანი არის UFC-ს ვარსკვლავი და ძალიან ძლიერი მებრძოლი, თუმცა მერაბმა ამ ბრძოლაში აჩვენა გასაოცარი დომინაცია. ძალიან სხვათა შორის ძალიან ძლიერი მეტოქე რო იყო ეს მერაბთან ბრძოლაშიც გამოჩნდა, იმიტომ რომ 59 მცდელობა ჰქონდა ტეიქდაუნის და აქედან მერაბს და აქედან 11-ის რეალიზება მოახდინა მხოლოდ რადგან პიოტრ იანმა საოცარი დიფენსები თავდაცვა აჩვენა და გადაყვანის საშუალებები ხშირად არ მისცა მერაბს, თუმცა მაინც აი ამ ტემპით, პრესინგით, აი ამ ჟინით მერაბმა მოიპოვა გამარჯვება. And then Peter call me zero. Who's zero now? Who's zero? შემდეგ უკვე ჰენრი სეხუდოს ხვდება და აქაც ჩვეული დომინაციას და ტეიქდაუნებს ვხედავთ. შემდეგ მოდის აი როგორც იქნა ნანატრი საჩემპიონო კამარზე ბრძოლა bantamweight-ის სუპერსუბუქი წონის და შონ ომალის ხვდება პირველად. პირველი ბრძოლა შონ ომალისთან 5 რაუნდი გაგრძელდა, მაღალი პრესინგი, მაღალი ტემპი და მერაბმა თავის სტილში გააკონტროლა პარტერში და ფაქტობრივად ყველა რაუნდში დომინაცია აჩვენა და მოიპოვა სუპერსუბუქი დივიზიონის კამარი და გახდა უკვე ჩემპიონი და მერაბ დვალიშვილი უკვე ძალიან ღირსეულად გახდა bantamweight-ის ჩემპიონი. უმარ ნურმაგომედოვთან უკვე და მერაბი იცავს თავის bantamweight-ის კამარს და ხვდება უმარ ნურმაგომედოვს. თქვენ იცით რომ ეს არის ხაბიბის სკოლა, დაღესტნელები არიან და ნურმაგომედოვია. შესაბამისად, ეხა მაყურებელს გააქვს განცდა რომ გრეპლინგში უნდა იყოს ძალიან ძლიერი და ასეც არის ნურმაგომედოვი ძალიან ძლიერია გრეპლინგში, თუმცა აქ გამოჩნდა რამდენად მაგარია მერაბ დვალიშვილი, როგორ გააკონტროლა, როგორ დაჯაბნა იგივე გრეპლინგში. მერე კითხვა უმარმა რომ აი რაღაცა ხელი მოვიტეხეო ბრძოლისას და ამიტომ ეს რაღაცა უკვე მიზეზებია, თუმცა ფაქტია რომ თავისი ტემპით, თავისი დომინაციით უკვე ბრძოლის ბოლოს უმარ ნურმაგომედოვი ქოშინებდა, არ ყოფნიდა ასე თქვა და როცა მერაბი ფაქტობრივად იტყოდის რომ არც დაღლილა და აქ ძალიან საინტერესოა ეს რაღაცა სადღაც ძალიან გაბუქებული რომ აი დაღესტნელები გრეპლინგში დაუმარცხებლები არიან, ალბათ ეს იყო ძალიან თვალსაჩინო მაგალითი რომ ქართული სკოლა ძალიან მაღალ დონეზეა გრეპლინგის და შესაბამისად ასე ადვილად ამის მტკიცება რომ რაღაცა უკონკურენტოები არიან დაღესტნელები, ფაქტია რომ გამოჩნდა რომ ეს ასე არ არის, ქართველი მებრძოლი ნამდვილად უბადლოა. ხელმეორედ ხვდება შონ ომალის უკვე კამრის დასაცავად და აქ უფრო სწრაფად წარიმართა ეს გამარჯვება, ასე ვთქვათ, ისე საბმიშენით მოუგო ამჯერად პირველ შეხვედრაში გადაწყვეტილებით. ხაზი უნდა გაუსვათ რომ აი ეს დიფენსები, დაცვა, ესე იგი კამარი მოიგო 2024 წელს, მერაბმა შემდეგ 2025-ში 3-ჯერ დაიცვა. ეს არის წარმოუდგენელი, ესე არ იქცევიან მებრძოლები, როგორც წესი. წელიწადში შეიძლება ერთხელ, მაქსიმუმ 2-ჯერ დაიცვან კამარი, მაგრამ 3-ჯერ დაიცვა მერაბმა და ფაქტობრივად მთელი წელი იყო კემპში, ესე იგი დაამთავრებდა კემპს, ბრძოლა იყო, მერე ისევ კემპში ბრუნდებოდა, მერე ახალი ბრძოლა, ფაქტობრივად მთელი წელი წარმოიდგინეთ, რომ ბრძოლებში, კემპში და რაც თავი
ნამუშევარია წონის კლების, ასე ვთქვათ, მთელი წელი, როცა წონის კლება გიწევს, ხო, აი ესეთი ხშირი პერიოდულობით. ამის შემდეგ მეოთხეჯერ მოინდომა მან, რომ დაიცვას ქამარი და ისევ პეტრიანს შეხვდა და ნუ ჩვენ ვიხილეთ ეს დამარცხება მერაბის და ნუ უნდა ვთქვათ, რომ პეტრიანი ძალიან მომზადებული იყო, ძალიან მოტივირებული იყო და ეს გასაგებიც არის. მე შეიძლება თქვა ჩემი აზრი, რომ რატომ გონია, რომ რამ გამოიწვია მერაბის ეს დამარცხება. ჯერ ერთი რომ მართლა მეოთხეჯერ იცავს ქამარს და ამდენი წონის კლება, რა თქმა უნდა, ორგანიზმზე მოქმედებს, თუმცა თვითონ მერაბი ამას ასე არ უყურებს და თulis რომ ეს არაფერ შუაშია. ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის წარმოუდგენელია, რომ ეს არ ახდენდეს გავლენას, ეს ერთი. მე რატომღაც მერაბმა ამ ბრძოლის დროს, მეორე ბრძოლის დროს პეტრიანთან შეცვალა თავის ტაქტიკა და რაღაც უფრო დიდხანს დარჩა სტრაიკინგში, როცა ის ბუნებრივად არის გრეპლინგის მებრძოლი და პრესინგით და ჰაი სპიდ აი ამ პრესინგით აღწევს ხოლმე გამარჯვებას, თუმცა რაღაცნაირად ეხლა შოუს გაკეთება მინდოდა და დიდხანს დაუდგა სტრაიკინგში და ჩვენ ვიცით, რომ პეტრიანი ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, კრივის ელემენტები აქვს და სტრაიკინგი მისთვის კომფორტის ზონაა და ისე ქონდა ნამუშევარი ერთის მხრივ ამ ნაწილს და მეორეს მხრივ დიფენსები ისეაც კარგი ქონდა და ეხლა კიდევ უფრო კარგი, რომ ტეიქდაუნების ნაკლები მცდელობა ქონდა მერაბს, ისედაც კარგი დიფენსი აქვს პეტრიანს, მოკლედ რაღაცნაირად სტრატეგიულადაც არ იყო კომფორტულად მერაბისთვის გამართული ეს სტრატეგია, რაც ჩვენ ვიხილეთ და ნუ ამან გამოიწვია ის, რომ ის დამარცხდა. ერთი რაღაც ესეთი ვარაუდი გამიჩნდა, არ ვიცი თქვა როგორ ფიქრობთ, რომ და გაჟღერდა თითქოს რაღაც ინტერვიუებში ესეც ამოვიკითხე, რომ თვითონ UFC დაუკავშირდა მერაბს და სთხოვეს, რომ აი როცა იქნება დეკემბერში ეს კარტი შედგება, ძალიან უნდათ რომ იყოს აი მერაბმა დაიცვას, ასე ვთქვათ, ქამარი და ფაქტობრივად სადღაც შეიძლება წნეხი არ იყო და უბრალოდ შესთავაზეს, მაგრამ რაღაცა მორალური წნეხი შეიძლება იყოს. შეიძლება მხოლოდ თავისი გადაწყვეტილება ეს იყო და შეიძლება ეს მომენტიც იყო, რომ აი მეოთხეჯერ ამიტომაც გადაწყვიტა, ასე ვთქვათ, ბრძოლა და სადღაც დავუშვი ისიც, რომ ხო არ აწყობდა, ნუ ეხლა არ მინდა შეთქმულების თეორიაში შევიდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ რადგან ეს მაინც ბიზნესია და შოუა და აქ ფული კეთდება და ეს მხოლოდ სპორტი არ არის, MMA და UFC-ისთვის ეს ბიზნესია, ხომ არ აწყობდათ, რომ მერაბს დაეკარგა ქამარი და ეხა უკვე ტრილოგია, ანუ ხელახალი შეხვედრა მესამეჯერ პეტრიანთან ძალიან ხმაურიანი იქნება, ძალიან მაგრა გაიყიდება, იმიტომ რომ ფაქტობრივად ერთით-ერთია და ეხა გადამწყვეტი შერკინება და რაღაცნაირად აი, იმიტომ რომ მერაბი იყო რაღაც დაუმარცხებელი მებრძოლი, აბსოლუტურად დომინაცია მოიპოვა და ვერავინ ვეღარ ეკარებოდა თავის დივიზიონში და ეხლა რაღაცა შექმნეს ამითია ეს მომენტი, რომ აი რაღაცა სათუო გახდა იქ და აბა ვინ გაიმარჯვებს და ეს რა თქმა უნდა, როცა ჰაიპი მაღალია და აზრები იყოფა მაყურებელში, გაცლებით მეტი ნახვა აქვს ხოლმე ბრძოლებს და შეიძლება ამისთვისაც რაღაცნაირად ზედმეტად შესთავაზეს მერაბს, რომ აი მოდი ეხლა მეოთხეჯერაც დაიცავი და სადღაც ფიქრობდნენ, რომ თუ დაკარგა ქამარი, რატომაც არა უფრო კარგად გავყიდით მერე ტრილოგიის ბრძოლას. აი ამ ნაწილში მაქვს ესეთი ვარაუდები, არ ვიცი ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს. მე კი გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი ირინა ტორონჯაძე.